ყველას მოგესალმებით, ძვირფასო მეგობრებო, ძვირფასო მსმენელებო. დღეს სურს ერთ საინტერესო თემაზე გესაუბროთ. ძალიან მოკლე ვიდეოს გავაკეთებ და საინტერესო იქნება თქვენი ანალიზი ამის შესახებ, თუ რას როგორ დაინახავთ. კერძოდ შეეხება სულიწმინდის როლს პირველი ეკლესიის ცხოვრებაში და მის როლს როგორც პიროვნების თუ როგორც მოწმეები ამბობენ მოქმედი ძალა და რაც გულისხმობენ ამას მოგვიანებით აღნიშნავთ. სანამ გადავიდოდე მსჯელობაზე, ამის შესახებ მაქვს ვიდეო ჩაწერილი, მე დავურთავ გმულს, სადაც იქიდანაც ჩანს, რომ სულიწმინდა არის ღმერთი, არის პიროვნება და მისი როლი რამხელა დიდია ჩვენს ცხოვრებაში. იქიდანაც ჩანს, რადგან იეჰოვას მოწმეებს რომ კითხო, ჯერ მათ პუბლიკაციებში, მე მკრეხელობად მიმაჩნია, მაგრამ ესე უწერიათ რა არის სულიწმინდა. უკვე კითხვა არასწორად დასმული და ჩვენ ვიცით მათი ბევრი მაგალითი გვაქვს, რომ მათი სტრატეგია გონების ინტერპრეტირებას როგორ ახდენენ, გონებაზე ზემოქმედება რომ მოახდინოთ, თითოეულ სიტყვაში აქვთ რაღაც ჩადებული, ხო, როდესაც გეუნება უკვე რა არის სულიწმინდა, უკვე შენ უკვე გადართული ხარ იქ, რომ აქ პიროვნებაზე კი ამიდის რაღაც სხვა რამეზე, ხო? ამას თავი დავანებოთ. ასევე აღნიშნავენ, რომ ეს არის თითქოს მოქმედი ძალა. თქვენ შეიძლება საუბარში გქონიათ იეჰოვას მოწმეებთან და მათ აღნიშნიათ, რომ და შეიძლება ასეც განახებენ, რომ იცით რა არის, აი წარმოიდგინე, რომ პულტი გიგავია, ტელევიზორის პულტი და გინდა გადართვა, ხო? და დააწვევი, მაგრამ შენ ვერ ხედავ რა ენერგია მიდის, მაგრამ მოქმედება ხდება. ასეა ღმერთიო, რადგან ღმერთი თავის ენერგიას უშვებს და კონკრეტულ საქმეს აკეთებინებს, ხო? იცით რა არის სულიწმინდის შესახებ და არა მარტო სულიწმინდის ღვთის ბუნების სწორი გაგება, თუმცა მოწმეები ქონენ, რომ ყველაფერი ახსნილი აქვს და იციან, არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ნეფსი თუ უნებლიე, ჩვენ არ გავხდეთ გმობელები, ხო? მოდით დავანებოთ ამას თავი. გადავიდეს პირდაპირ თემაზე, გვახსოვს, რომ უფალი ამბობს, რომ მონათლეთ, როდესაც პიროვნების მონათვლაზეა საუბარი, რომ მონათლეთ ისინი მამის, ძის და სულიწმინდის სახელით. სახელებით არა, სახელით, ასე ამბობს. ერთ სახელში მოაქცია სამი პიროვნება, ხო? არ უთქვია, ესე იგი, აქედან თუ მამა პიროვნებაა და ძე, რატოღაც მოწმეებმა გადაწყვიტეს, რომ სულიწმინდა აქ ღმერთის მოქმედი ძალა. იესოს აქ გაუჭირდებოდა ალბათ, რომ დაეკონკრეტებინა და ალბათ იესომ ხელი შეუწყო, რომ არასწორად ცრუთ შეცდომით აღექვათ, ისეთი პროვოცირება გაუკეთა, რომ შეცდომით დალექილიყო ჩვენს გონებაში, აღექვათ პიროვნებებს და ის აღექვათ როგორც პიროვნება, ხო? არსად არ წერია ასეთი რამე, რომ ის არის მოქმედი ძალა, მაგრამ მოგეხსენებათ, რომ იეჰოვას მოწმეები ცნობილი არიან თავიანთი ტერმინოლოგიების გამოგონებით და ბევრ ადამიანზეც ახდენენ გავლენას, ხო? კარგით, მოდით ახლა ერთ საინტერესო მსჯელობას შემოგთავაზებთ, გადავშალოთ საქმენის წიგნი, მოციქულთა საქმენი. ეს შეგნებულად კითხულობთ მათივე ბიბლიიდან, ეს არის მათი ბიბლია, მათი თარგმანი უпростоრად თორე. მეხუთე თავის პირველიდან 4 მუხლი წავიკითხოთ. აქ ასეთი შემთხვევა აღწერილი, რაც პირველ საუკუნეში მოხდა. ერთმა კაცმა ანანიამ და მისმა ცოლმა საფირამ მიწა გაყიდეს. ანანიამ აღებული თანხიდან ნაწილი გადამალა, რის შესახებაც ცოლმაც იცოდა. მან მოციქულეს მხოლოდ თანხის ნაწილი მიუტანა. პეტრემ უთხრა: ანანია, როგორ მოატყუებინე თავის სატანას, რამ გაგაბედინა წმინდა სულის მოტყუება და აღებული თანხიდან ნაწილის გადამალვა? შენი არ იყო ის მიწა და ის ფულიც იმ მიწაში რომ აიღე? რატომ ჩაიდე გულში ასეთი რამ? შენ ადამიანების კი არა, ღვთის მოტყუება შეეცადე. ამ სიტყვების მოსმენის თანავე ანანია დაეცა და მოკვდა. ვინც ეს ამბავი გაიგო, ყველას ძალიან შეეშინდა. აქ რაღაცნაირად გამახსენდა უფალი რო ამბობს, რომ ალბათ კიდე მათზე, ვინც საერთოდ ხარ შეიძლება ხო ისეთ
იმაში გაიზარდო საერთოდ ნებსით უნებლიეთ ну ზოგი შეგნებულათაც ხო როგორც აღნიშნე რომ მამის და დის გმობაც კი ეპათიება სულიწმის გმობა არ ეპათიებაო ხო ასეთ რამეს ამოსეთ რა მნიშვნელოვანია აქ დააკვირდით ერთ მომენტში დააკვირდით რას ამოს თავად აი მარტო ამოხლინა სანამ ეხა შემდეგ არგუმენტზე გადავიდოდეთ დააკვირდით მესამე მუხში რა წერია ვისი მოტყუებაო რამ გაგაბედინა ვისი წმინდა სულის მოტყუებაო ნახეთ რას ეუბნება და ეს წმინდა სული აქვე ამბობს თემინა კი არ გადადის აქვე ამბობს რომ შენ ადამიანების კი არა მეოთხე მუხში დააკვირდი შენ ადამიანების კი არა ვისი ღვთის მოტყუება შეეცადეო და წმინდა სული აქვე ამბობს პეტრე რომ ეს არის ღმერთი ღვთის მოტყუება შეეცადე ახლა მოდით გადავშალოთ ახლა შემოგთავაზებთ რა იცით მოგეხსენებათ რომ ახალი აღთქმა ანუ ბერძნულად დაიწერა ბერძნულ წერილებით და მოდით ვნახოთ ბერძნულში აი აქ მესამე მუხში მოცემული სიტყვა წმინდა სული როგორ არის იქ ბერძნულში დანახვებული მე გადავუღე ფოტო შუალოდ აი ამ მუხს დააკვირდით ეს არის სიტყვა სიტყვითი თარგმანი და თქვენით არის ინგლისურად სიტყვა სიტყვით ასევე მიწერილი ხო spirit the holy ანუ სული არის წმინდა ბერძნულად პნემა ნახეთ დააკვირდით სულის ადგილზე წერია პნემა პიროვნება მოდი ვნახოთ ახლა ეს დავიმახსოვროთ რა წერია და წავიკითხოთ ახლა ეს შემთხვევა გვახსოვს ეს დავიმახსოვრეთ და წავიკითხოთ ახლა მოდით იოანეს წიგნიდან იოანეს სახარებიდან მეოთხე თავის 24 მუხლი ნახეთ აქაც ასე ნახეთ რა წერია ღმერთი სულია თქვენ რომ ეს მუხლი ანახოთ იეჰოვას მოწმეებს და კითხოთ რომ აი აქ ვინი გულისხმება ვიზე მიდის საუბარი ისინი აუცილებლად გეტყვიან რომ ეს არის იეჰოვა მამა ღმერთი მასია საუბარი ნახეთ ღმერთი სულია და მისი თაყვანის მცემლები მას სულითა და ჭეშმარიტებით უნდა სცემდნენ თაყვას მოდით ვნახოთ ახლა აი ეს მუხლი როგორ არის ბერძნულში ნახეთ დააკვირდით 24 მუხლი აქაც spirit the god სული არის ღმერთი ბერძნულად თეოს დააკვირდით აქ რა წერია 24 მუხლი როგორ იწყება სპირიტის ზემოთ ბერძნულად პნემა აი ძალიან საინტერესო ეხლა მოდით ლოგიკას მოვყვეთ ხო მოწმენს უყვართ ხოლმე ლოგიკური საუბრები თუ ამ შემთხვევაში პნემა არის ღმერთი მამა ღმერთის მიმართებით იმ შემთხვევაში იგივე პნემა ღმერთის მოქმედი ძალაა აი დააკვირდით ხო ანუ ისეთი მდიდარი ენა როგორიც არის ბერძნული თურმე გაუჭიდათ რომ მოწმეებით ღმერთის მოქმედი ძალა ასე წარმოეჩინათ ინტერპრეტირება გაეკეთებინათ და არ ჩაეწერათ პნემა ზოგადად არის ხოლმე პიროვნების მიმართ უბრალოდ ბერძენი პიროვნებას აღმოჩნდა ბერძენი როდესაც კითხულობს ხო რელიგიურ თემატიკაში მან იცის ვის მიმართებაში არის და უკვე ის ხდება რომ იქ არის ღმერთზე საუბარი მოდით ახლა გადავიდეთ შემდეგ საკითხზე ანუ დავინახეთ ხო ეს ლოგიკას მივყვეთ მოდი რომ აქ თურმე ღმერთი არის პნემა და იქ სულიწმინდა თურმე პნემა გამოდის ღმერთის მოქმედი ძალა საიდან მოიტანეს გაუჭირდებოდათ ამის დაწერას ახლა ვნახოთ თვითონ ლექსიკონი მოდით თავად ლექსიკონი როგორ ხსნის აი აქ გადავუღე მე ფოტო შეგნებულად ბერძნულ-რუსული ლექსიკონი მაქვს და აი აქაც რელიგიური აი აქაც ახსნილია პნემა არის дух Божий მეორე дух და ფრჩხილებში как часть человеческой личности духовно состояние человека ანუ პიროვნულობას განსაზღვრავს ხო
აი პიროვნულობას წარმოადგენს. როცა აქ მიდის უკვე ღმერთზე საუბარი, აქ ადამიანზე ხო არ არის, როცა ადამიანს მიმართ ისინი ხვდებიან საუბარში, კონტექსტში. როცა აქ საუბარია ღმერთის მიმართებაში, აქ უკვე ისინი ხვდებიან, რომ აქ საუბარია პიროვნებაზე, პიროვნება ღმერთზე. აქ ამაზე კი არა საუბარი, ძვირფასო მეგობრებო, რომ აი ვინ მართალი გამოვა და ვინ მტყუანი და ვინ რითი არა. ას რატომ არის მნიშვნელოვანი? იმიტომ რომ ზოგადად მოწმე თავისით არაფერზე არ მისულა, ჯერ ეგეც არავის არაფერი არ გამოუკოლებია, რომ თავისი კვლევით რაღაც მისულიყვნენ რაღაც აზრამდე, ხო? ეს ყოველთვის ჯერ უკარნახეს, პირველი რაც ილექება, რაც გეუნებიან და შემდეგ ეს სუფთა ფსიქოლოგიური მომენტია და აი ამ სათვალით მე შე რო კითხულობ, ხო, აი ესე ყოფილა, ხედავ და მით უმეტეს როცა აი ამ კუთხით 90-იანებიდან დაწყებული არავის განათლება არ ქონია აი ამ კუთხით. მე რატომ ახსენე ახლა ეს და რატომ დასაწყისში რატომ ახსენე, რომ ახლა მოწმეების კომენტარები და ზოგადად აი ახლა მოწმეები რა კომენტარებსაც დაწერენ, ხო? ეცდებიან, რომ რაღაცა თავის მართლება დაიწყონ, მიზანი შეაცვლევინონ საუბარს, სხვა თემაზე გადაგიყვანონ, თავიანთი რაღაც ვითომ მოიყვანენ 1000 ამოგლეჯი მუხლებს. აქ საუბარი კი არა რა მუხს მოიყვან, ძვირფასო მეგობრებო. აქ საუბარი კონკრეტულად ამაზე რა სიტყვი. აი კონკრეტულად ამაზე. და ეხლა ეს ბოლო მუხლი მაქვს კიდე შემოტოვებული მე თქვენთვის სამსჯელოდ. და ერთი რამე მინდა გთხოვოთ, მოწმეებზე არ მაქვს საუბარი. ჩვეულებრივი პიროვნებები, ვინც ახლა ნახავთ, აი სუფთა გონებით, რომლებსაც ჯერ ასე თქვათ, ვიღაცის რაღაც არა გაქვთ მოსმენილი, სუფთა გონებით. აი ამას რო თქვენ წაიკითხავდით, წამოიგეთ ახლა ბერძენი რო კითხულობს ამას. აი გურცბელად რო თქვა და დაწერეთ ეს კომენტარებში, პრობლემა არა. რას დაინახავს აქ სულიწმინდა, სადმე დაინახავს, როგორც თითქოს მოფარფატე რაღაცა ძალას, რაღაც უპიროვნო ძალას დაინახავს ასეთ რამეს, რომ აი უპიროვნო ძალა მოატყუა თუ დაინახავს როგორც ღმერთს. აი იმ წაკითხულიდან საქმეში რაც წავიკითხეთ იმ ისტორიიდან, როგორ აღიქვას პიროვნება ბიბლიის, აი სუფთა პიროვნება, გურსფერად ვინც კითხულობს ბიბლიას, რას დაინახავს თქვენი აზრით? ყოველგვარი ინტერპრეტაციის გარეშე, ღმერთს თუ რაღაც მოქმედ ძალას, თითქოს რაღაც უპიროვნო ძალა მოატყუეს. და ბოლოს მოდით წამოვიკითხოთ იოანეს მე-16 თავის იოანეს მე-16 თავის მე-13 მუხლე. დავგეთ აქ ასეთ თემაზე საუბარი. ხოლო როცა მოვა ჭეშმარიტების სული, აქაც პნევმაწერია, მინდა გითხრათ, გასწავლით ყოველივე, ანუ პიროვნება, გასწავლით ყოველივე იმას, რაც ჭეშმარიტია. რადგან თავისით კი არ ილაპარაკებს, არამედ იტყვის იმას, რასაც ისმენს და გაუწყებთ მომავალს. ახლა ნახეთ, დააკვირდით თქვენ რა საინტერესო მომენტია. ესე იგი, მივყვეთ. ესე იგი, ვიღაც უნდა მოვიდეს, პირობითად ესე ვთქვათ, ჭეშმარიტების სული და ის როლი რა აქვს როლი, მიზანი რა იქნება? გასწავლა, ესე იგი, სწავლა, რაც არის ჭეშმარიტი. დააკვირდით, გახსოვთ იესოზე რა არის ნათქვამი, იესო როდესაც საუბრობდა, რომ მე ჩემით კი არ ვსაუბრობ, არამედ მამამ რაც მითხრა, მამა მომავლინა, ხო? აი ესეთ სიტყვებს იყენებდა ხშირად. ვინ იყო პიროვნება? პიროვნება მოვიდა იესო პიროვნება იყო, ხო? მოვიდა პიროვნება. რა იყო მისი მიზანი? ესე იგი, რაც მამამ უთხრა, ხო? გასწავლიდა, სასწაულებს ახდიდა და ამიტომ ამოდა მე და მამა ერთი ვართ. და ეს კიდე ცალკე თემად ამაზეც გვაქვს ჩვენ ჩაწერილი ვიდეო რა და როგორ, მაგრამ აქ მიხვდით რისი თქმა მინდა. ესე იგი, როგორც იესოზე იყო საუბარი, რომ იესო თავის თავზე მოწმობდა, რომ ამბობდა მე მამა მომავლინა და ჩემით კი არ ვახდენ სასწაულს, ჩემით კი არ გესაუბრებით, ხო? აი ხას უსვავდა ამას. ახლა თავად უფალი გვეუბნება რა წმინდა სულზე, რას გვეუბნება? რაზე მიდის აქ საუბარი? რომ ის რომ მოვა რას იზავს? გასწავლით ყოველივე იმას, რაც ჭეშმარიტია. ანუ მისი როლის დაგვანახა. თუ იესო იყო პიროვნება და გვასწავლიდა და სინათლე მოიტანა კაცობრიობაში, ასევე სული წმინდა არის აქ როლი როგორც პიროვნებას, რომ გვასწავლოს ის რაც არის ჭეშმარიტი. ამიტომ არის რომ დღეს ეკლესია იმართება სული წმინდით. რადგან ეკლესიის თავი არის ქრისტე. დააკვირდით, აი ეს ყველა სამების, აი ეს თითოეული პიროვნება, თითოეული წევრი, ასე ვთქვათ, მაპატიოს ღმერთმა
აღარ ადამიანის გამოუთქმელია თავად ღმერთი მათი ეს მოქმედება ერთიანი მოქმედება ერთობლივი როგორ ჩანს საღვთო წერილში როგორ ჩანს და როგორ იგრძნობა ეკლესიაში ამიტომ კიდევ აქ იმაზე კი არ არის საუბარი ვინ მართალი და ვინ მტყუანი გამოვა ჩვენ თვალი უნდა გაუსწოროთ სინამდვილეში რა გვინდა ვეძებთ თუ არა კურწფელად იმის დანახვა გვინდა თუ არა რაც არის სწორი და ბოლოს თვითონ იეჰოვას მოწმენებს რომ უყუროთ ხო თავიდან ისინი როდესაც იწყებს საუბარს ბევრ რამეს არც ამბობენ არც გეუბნებიან მაგალითად როდესაც ისინი ინათლებიან ხო რაც აწყობთ პირდაპირ გაგებით იგებენ ბიბლიდან რაც არა ინტერპრეტირებას დახვდებიან და არავის კითხვა არ ებადებათ რატომ მაგალითად როდესაც ისინი ინათლებიან ხო ორგანიზაცია კითხვებში ჩაჩხერილი არ დავინუთხა ხო ღმერთი გარკვევით ამბობს რომ მონათლეთ მამის ძის და სულიწმინდის სახელით ისინი ამ სახელით არ ინათლებიან დააკვირდით და ის კი არა ჯერ არასწორი ნათლობის კითხვებიც ქონათ მათ ასე ვთქვათ როგორც ნათლავდნენ ისიც კი შეცვალეს და წარმოიდგინეთ იმ დონეზე ყავთ ხალხი მიყვანილი რომ არავის კითხვა არ გაჩენია ან ძველად ის კითხვები რატომ იყო ამდენი წელი ესე იგი ვინც იმ კითხვებით მოინათლა მოდი ასე ვთქვათ ესე იგი სტარად მონათლა და ან ეხლა რო შეცვალეს რატო შეცვალეს გესმით ამიტომ ჩვენ რა გვინდა ახლა ჩვენ იეჰოვას მოწმენებზე ნაკლებად გვაქვს საუბარი რომ ჩვენი ახლობლები არ მოვატყუებინოთ მათ დაყენებულ ღიმილს მათ ვითომ ლოგიკურ მსჯელობას თუმცა უმრავლეს ადამიანს არ აქვს რატომაც ბიბლიასთან ესეთი ჩაღრმავება აი ამ კუთხით არ უყურებენ და ისინი ამით სარგებლობენ ხშირად და მათი ეს манипуляციებით ბევრს აცდენენ ამიტომ აი შევხედოთ აი ასე ამ საკითხებს შეგვიძლია ამოვიწეროთ ზოგიერთი ეს მსჯელობა ზოგიერთი ეს მუხლი და აქეთ შეუპტრიალოთ ხოლმე მათ ამ მსჯელობაში კითხვები და ნახოთ რა პასუხს გაგვცემენ თქვენ კი ბოლოს კვლავ სანამ დავასრულოს მინდა გთხოვოთ ერთი რამ წეღარას გთხოვეთ როდესაც საქმეიდან წავიკითხეთ საქმეების წიგნი და ჩვენის ისტორია დაინახეთ თქვენ სადმე რომ იქ არის უპირონო ძალის მოტყუებაზე რაღაც მოქმედი მოფარფატე ძალაზე თუ პიროვნებაზე მიდის საუბარი სადაც თავად პეტრეს ამბობს რომ ის არის ღმერთი გისურვებთ წარმატებებს და ცოდნა ძალაა და არ გავებათ მათ ასე ვთქვათ მახეში